ეთერში სტუმრობის დროა და დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება ქართულ შემოქმედებას, რომელიც სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში. თეატრი, ლიტერატურა, შექსპირის ინტერპრეტაციები და ისტორიული მეხსიერება ეს ყველაფერი დღეს უკვე არა მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი ხდება. წელს განსაკუთრებული წარმატებით აღინიშნა იორკის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც პირველად მონაწილეობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპექტაკლით სიყვარულის მსუბუქი ფრთები, რომლის კონცეფცია უნივერსიტეტის რექტორს პროფესორს გიორგი შალუტაშვილს ეკუთვნის, ხოლო საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ის საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარემ პროფესორმა და რეჟისორმა მანანა ანასაშვილმა წარადგინა. ფესტივალის ფარგლებში იორკ სენტ ჯონსის უნივერსიტეტში მანა ანასაშვილის საჯარო ლექციამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ამასთან ერთად კულტურული დიალოგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი გამოიკვეთა რუმინეთთან ურთიერთობაში. რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტის ფარგლებში დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა საქართველოს შვილი და ვლახეთის მამა წმინდა ანთიმოზ ივერიელი უკვე ორ ენაზე გამოიცა და მისი პრეზენტაცია ბუქარესტში გაიმართა. როგორ იქცევა კულტურა ქვეყნებს შორის დამაკავშირებელ ხიდად, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი საერთაშორისო თანამშრომლობები და რას ნიშნავს ქართული თეატრისა და ხელოვნების მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენა. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ მანა ანასაშვილი, პროფესორი, რეჟისორი, საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი და გიორგი შალუტაშვილი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. დილომშვიდობისა, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. საინტერესო თემებზე სასაუბროთ. ორი საინტერესო თემა გვაქვს. პირველ რიგში მოგვიყევით ქალბატონო მანა. როგორ მოხვდით ამ ფესტივალზე? როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა? ამ ფესტივალზე წინა წელს მე გახდით, მიმიწვიეს როგორც მართალია თეატრალური ფესტივალია, მაგრამ რობერტ სტურუაზე ფილმით მიმიწვიეს, იმიტომ რომ ლონდონში და ბრიტანეთში ყველაზე კარგად იციან, რომ სტურუა არის შექსპირის ყველაზე მეტი პიესის დამდგმელი მთელ მსოფლიოში. ეს არის რეჟისორი, რომელმაც დადგა 17 შექსპირის პიესა და მათ შორის რამოდენიმე 4ჯერ, 3ჯერ და 4ჯერ. ამიტომ გადაწყდა რომ მივხვდეთ იმისა რომ თეატრის ფესტივალი იყო, გადაწყდა რომ მეჩვენებინათ ეს ფილმი და ასე მოვხვდი იქ. მერე ჩვენ დავმეგობდით ამ ფესტივალის დირექტორთან, ეს გახლავთ ფილიპ პარი, რომელიც არის ძალიან, როგორ თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ბრიტანულ თეატრალურ ხელოვნებაში. ის არის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლონდონის თეატრისა პარაბოლა, ის არის აი ამ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი და ცოტა ხნის წინ ის აირჩიეს ევროპული შექსპირული საერთაშორისო ფესტივალების პრეზიდენტად, ანუ ყველა ევროპული შექსპირული ფესტივალის პრეზიდენტად. ამიტომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და თქვენ ნახავთ მერე მის აზრს ჩვენ სპექტაკლზე. და ფილიპ პარმა მე მომწერა რომ იქნებო რომელიმე პიესა შეარჩიოთო, რომელშიც შექსპირის, რომელშიც ცოტა მოქმედი გმირი იქნება და თან იქნებს სტუდენტური იყოს ეს სპექტაკლი, ვინაიდან ამ სტუდენტური სპექტაკლის გვინდა სტუდენტურებით ჩავთოთო ფესტივალზე, იმიტომ რომ სხვაც გვაქვს კიდე სტუდენტური და მართლაც ჩვენ ვნახეთ ჰამლეტი მაგალითად რუმინელი სტუდენტების მიერ გათამაშებული. ასე დაიწყო ეს ყველაფერი და მე რასაკვირველია შევთავაზე, იმიტომ რომ ჯერ მარტო აი ნახეთ სათაური ამ სპექტაკლის შევთავაზე ეს სპექტაკლი მოკლედ რაზეც თქვენ ახლა ბრძანეთ რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სპექტაკლი სიყვარულის მსუბუქი ფრთებით. ჩემთვის ეს სპექტაკლი არის მართლა ძალიან უნიკალური. აი ჯერ მარტო რო ვთქვათ რომ რა სათაური გამოიტანეს, რასაკვირველია ეს შექსპირის ფრაზა ვახტანგ თარგმნილი. აი სპექტაკლზე მინდა რომ ბატონ გიორგის კითხო უფრო კონკრეტულად რომ გვესაუბროთ ამ სპექტაკლზე. სპექტაკლის რეჟისორია ნიკოლოზ საბაშვილი, ჩვენ ერთად მუშაობდით.
და ასე თქვა სპექტაკლის განსაკუთრებულობას და უნიკალობას განსაცვლავს ის, რომ მე მგონი სწორედ ამაზე საუბრობდა ქალბატონი ვანანა, რომ რამოდენიმე ჟანრია თეატრალური, რამოდენიმე სახეობა თეატრალური გაერთიანებული, ეს არის თითების თეატრი, ეს არის პანტომიმა, ეს არის თოჯინური თეატრი, რომელიც შემდგომ ბოლოში უკვე მთავრდებოდა ესეთი ფსიქოლოგიური დრამით, ანუ აკლდამის სცენა, რომეო და ჯულიეტასი თამაშდებოდა ფაქტიურად ყოველგვარი დახმარების გარეშე. ანუ ჩვენი ამოცანა თავიდან იყო, რომ აი დაგვენახა თუ რას ფლობენ, რა უნარებს ფლობენ მეორე კურსელი სტუდენტები. დიახ, როგორ ქალბატონი მანანა დამეთანხმება, რომ აი წინადადებას დავამთავრებ, დამეთანხმება, რომ ყველაზე უცნაური და გასაოცარი ჩვენი მასპინძლებისთვის იყო ის, რომ არც ერთ მარ დაიჯერება, ესენი არ არიან პროფესიონალი მსახიობები და ესენი არიან სტუდენტები. კიდევ ერთხელ მეტყოლებს ჩვენი მართლა დიდებული სამსახიობო სკოლის ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციებს. შეიძლება ითქვას, რომ მომავალმა მსახიობებმა ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღეს ამ უაღრესად საინტერესო გამოცდილება. როგორ შეარჩიეთ კონკრეტულად ეს ადამიანები? იცით რა არის, სწორედ თავიდან ეს სპექტაკლი დაიდგა მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსის წევრი გახლავართ და დამფუძნებლები ჩვენ, სადაც გაერთიანებულია მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი თეატრალური სასწავლებლები და პეკინში იმართება ხოლმე ორ წელიწადში ერთხელ. იქაც იგივე პრინციპი, როდესაც მან ბრძანებდა ქალბატონი ვანანა, რომ აი მაქსიმალურად შემჭიდროებული უნდა ყოფილიყო, ოღონდ აი ექსპერიმენტული ხასიათის და მოხდა ისე, რომ მე და ბატონი ნიკა თოჯინური ჯგუფის ხელმძღვანელია ჩვენს უნივერსიტეტში და აი რაღაცა ესეთი ასე ვთქვათ ავანტიურაზე წავედით, რომ მოდი ერთი შენი სტუდენტი იყოს თოჯინური ჯგუფიდან, ერთი დრამატული, ასე რომ დრამისა და კინოს სამსახიობოდან და გულწრფელად ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ველოდებოდით იმას, რომ ობსერვერი დაწერდა ჩვენზე ის გაზეთია, რომელიც ეს არის ყველაზე ძველი საკვირაო გაზეთი მსოფლიოში, რომელიც არა მხოლოდ იმიტომ, რომ აღფრთოვანებით წერს, არამედ იმიტომ, რომ აი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან სიღრმისეულად იქნა განხილული სპექტაკლი და აი უცხოელი მაყურებლის რეაქცია რანაირი იყო ამ სპექტაკლთან? იცით ეს იმდენად იყო ჩვენთვის, როგორ თქვა, გულსამაჩუყებელი, იმიტომ რომ სპექტაკლს რასაკვირველია ესწრებოდნენ სპექტაკლის ჩვენებას ჩვეულებრივი მაყურებელიც, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი პროფესიონალი. აი წარმოიდგინეთ, ფესტივალია, ჩამოსულები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ის ხალხი, ვინც თამაშობს შექსპირში, ვინც დადგა შექსპირი, ვინც ასწავლის შექსპირს და აი ეს მაყურებლები, რომ დამთავრდა სპექტაკლი, ისეთ სიტყვებს გვეუბნებოდნენ, რომ ცრემლებიც კი მერევა, რომ ეს იყო ფანტასტიკური, ეს იყო განუმეორებელი, აი ესეთ ტექსტებს რა, ეს იყო სრულიად არაჩვეულებრივი, ეს იყო და თან ცრემლები ქონდა თვალებს. ეხლა მეც კი ცრემლები მადგება, რომ ვიხსენებ ფინალურ ეპიზოდს თამაშობენ ეს ახალგაზრდა ორი მსახიობი მარიამ გაბოძე და ირაკლი ლომაძე და ისე თამაშობენ ამ ფინალურ ეპიზოდს, რომ შეუძლებელია რომ ვინმეს ემოციებზე ამან არ იმოქმედოს. და ეს იმდენად ამაღელვებელი იყო ყველასთვის და თვითონ ეს ფორმა, რაც ამ რეჟისორებმა მოიფიქრეს, რომ აქ არიან თოჯინები, არის თითების თეატრი, არის ჩრდილის თეატრი, ეს ყველაფერი რო არის ასეთი სიმბიოზი თეატრის სხვადასხვა მიმართულების და თან ეს ესე მოქმედებს ემოციაზე და რასაკვირველია შინაარსსაც და ყველაფერსაც იგებ, როგორც ჩანს, აი ეს აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელმაც ძალიან მაგრად გაამართლა. ექსპერიმენტი ალბათ რა ვიცი და ისე მეწეღარ დავიწყე და უნდა ვთქვა უცებად, რომ ეს ფრაზა რომ გამოიყენეს სათაურად, რომ სიყვარულის, როგორც არის ვახტანგ ჭელიძის თარგმანში, მე გადმოვფრინდი სიყვარულის მსუბუქი ფრთები. რომეოს სიტყვებია, რომელიც ჯულიეტას ეუბნება. სრულიად გენიალური სიტყვებია, ხო, რომ სიყვარულის შეუძლია ფრენა, სიყვარულს აქვს ესეთი მსუბუქი და აი ეს ფრაზა, რაც დაარქვეს სათაურად გეორგი ძალიან ზუსტად არის სპექტაკლში განხორციელებული, რა მხატვრულად გეუბნებით, ახლა გადატანით იმ მნიშვნელობით და ამ ყველაფერმა იმოქმედა. ახლა თქვენს ლექციაზე, რომელიც სენ ჯონსის უნივერსიტეტში რა იყო მთავარი თემა, მთავარი სათქმელი თქვენ? ესე მოხდა, რომ შემომთავაზა ამ ფესტივალის დირექტორმა
რომ წაიკითხო იქნებ ლექციაო სენ ჯონსის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. რატომ სენ ჯონსის იორკის ერთ-ერთი ცნობილი ამ ქალაქის უძველესი ულამაზესი ქალაქი, ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია, დიდი უნივერსიტეტია და ის არის პარტნიორი ამ ფესტივალის. აქვს ძალიან დიდი შენობა, აქვს ძალიან კარგი სცენა, ჩვენც იმ სცენაზე ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და რა კი პარტნიორები არიან ჩვენი, იქნებ ლექცია წაიკითხოთ. ნუ რასაკვირველია ახლა მეორდები ადრეც ვთქვი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ ცოტა უცნაური იყო, რომ საქართველოსთან ჩამოსული პროფესორი წაიკითხავს შექსპირზე, შექსპირის ქვეყანაში, მაგრამ მითხრა, რომ გვინდაო, გენდობითო და მე გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო პირველი ფოლიო, შექსპირის პირველ ფოლიოზე ლექცია, რომელიც ეს გახლავთ მოგეხსენებათ პირველი სრული კრებული შექსპირის პიესების, რომელიც დაიბეჭდა 1623 წელს და რომ არა ეს გამოცემა 18 შექსპირის პიესას საერთოდ არ იარსებებდა, არ შემოგრჩებოდა კაცობრიობას და იცით რომელი 18? აი რა ვიცი. მაკაბეტი, იულიუს კეისარი, ჭირვალის მორჯულება და ასე შემდეგ. და მითხრეს, რომ ეს ლექცია თქვენივე ასე იგი სფეროს სტუდენტებთან, ესენი იქნებიან world literature, ანუ მსოფლიოს ლიტერატურის მიმართულების სტუდენტები, მაგისტრანტები და რამოდენიმე დოქტორანტიც იქნებაო. ლექციის დაწყებამდე მე ვკითხე სტუდენტებს, ხომ არ იცით რა არის პირველი ფოლიო და აღმოჩნდა რომ არ იცოდნენ. არც ერთმა. ანუ საგანმანათლებლოც იყო თქვენი. ახლა შეგვიძლია ვნახოთ საფრონ ვიკერსის ამ სენ ჯონსის უნივერსიტეტის პროფესორის კომენტარი თქვენი ლექციის შესახებ ახლა ჩვენს ეთერში. Hello, I'm Dr. გამარჯობა, მე გახლავართ დოქტორი საფრონ ვიკერსი, იორკის წმინდა იოანეს უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი. ჩემი კვლევის სფერო შექსპირი და ეგრეთ წოდებული გლობალური შექსპირია. მოხარული ვარ, რომ ამ კვირაში ქალბატონმა მანენამ ჩვენს მაგისტრანტებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სტუდენტები მრავალფეროვან საერთაშორისო ჯგუფს წარმოადგენენ და მთელი მსოფლიოდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან არიან ჩამოსული. როდესაც ჩვენთან მოდიან ისეთი კომპეტენტური, მჭერმეტყველი და მცოდნე ადამიანები, როგორც ქალბატონი მანენა, ადამიანი, რომელსაც ესმის თუ როგორ მოგზაურობს შექსპირის შემოქმედებას საზღვრებს გარეთ, ეს უნივერსიტეტს აძლევს ახალ პერსპექტივას. ეს გვეხმარება თავი დავახციოთ ვიწრო, ზოგჯერ შეზღუდულ შეხედულებას, თითქოს შექსპირი მხოლოდ ინგლისური ფენომენია. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომხიბლა მანენას საუბარმა პირველ ფოლიოზე და მის გლობალურ მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით მომეწონა თუ როგორ ოსტატურად შეუხამა მანენამ ფოლიოს ისტორიისა და ფოლჯერის ბიბლიოთეკის შესახებ თავისი ღრმაცოდნა ქართულ კულტურას, ქართულ დამწერლობასა და იმას თუ როგორ აღიქმება შექსპირი სხვადასხვა ქვეყანაში თუ სხვადასხვა ენაზე. გლობალური ლიტერატურის მოდულისთვის ეს გამოსვლა უბრალოდ იდეალური იყო. მან საფუძველი ჩაუყარა უამრავ საინტერესო დისკუსიას სტუდენტებს შორის. ამიტომ უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში კვლავ გიხილავთ და ვინ იცის, იქნებოდესმე მეც გამომივიდეს საქართველოში სტუმრობა. დიდი მადლობა. Thank you so much. ახლა უკვე ბატონ გიორგის მინდა ვკითხო იმ ბუქარესტის შეხვედრის შესახებ, რომლის ინიციატორის და იდეის ავტორიც ქალბატონი მანანა იყო. მოგვიყევით აი ამ შეხვედრის შესახებ და ამ ვიზიტის შესახებ. უპირველესად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს ჩვენი აი უპრეცედენტო თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის და მე ვქლი რომ თეატრის და კინოს უნივერსიტეტის აი ამ მრავალმხრივი წარმატებების საფუძველი სწორედ ეს მხარდაჭერაა და ამ თანადგომის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევდით, ვერც ეს პიესა დაიწერებოდა და ძალიან მიხარია რომ ეს იდეა რომელიც ქალბატონ მანანას და ქალბატონ თამარს ასე თქვა დაებადათ ერთად ჩვენ ელჩრომინეთში მართლა ბრწყინვალედ განახორციელა ბასა ჯანიკაშვილმა შემდეგ ითარგმნა რუმინულად ეს იყო გათვალისწინებული ორივე მხარის რუმინული და ქართული ეკლესიების ასე თქვა აზრი და ჩვენი ასე ვთქვათ, მღვდელმთავრების, რომ არ დაგვეყოს ძალზე რთული პროცესია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამ წიგნის პრეზენტაცია მოხდა სინოდის ბიბლიოთეკაში ბუქარესტის, სადაც შემიძლია გითხრათ, რომ აი ანტიმოზ ივერიელის მიმართ დამოკიდებულება ეს არის როგორც გაი გრიგოლ ხანძთელის მიმართ და საოცრად შთამბეჭდავი იყო, როცა გვეუბნეოდნენ, რომ ჩვენ მას ვეძახით რუმინელ ლეონარდოს, იმდენად მრავალფრელი იყო მისი მოღვაწეობა და ასევე აღნიშნავ, რომ უკვე ბუქარესტის თეატრის და კინოს უნივერსიტეტში ჩვენ ქონდა უაღრესად პროდუქტიული
მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც გადაწყდა, რომ ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ პროექტს და ამჟამად უკვე მიმდინარეობს ამ დეტალებზე საუბარი და კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ მანანას, რომ ასე თქო თეატრის და კინოს უნივერსიტეტთან დაკავშირებულია ეს ორი პროექტი, ამ ორი პროექტის სულის ჩამდგმელი და იდეის ავტორი. მანანას მინდა ვკითხო, ხო. ცოტა დრო გრჩება, იქნება მოკლედ თქვენ. ბუქარესტის დღეებს როგორ შეაფასებდით? ესეთ აი რომ შევედი ანთიმოზივერიელის, რომელიც გახლავთ ერთის მხრივ ხო რუმინეთმა რაც ხა პირველად წმინდანად და მე ჩვენი იყო პატრიარქი სრულიად რუმინეთის და მეორეს მხრივ ეს არის ის კაცი, ვინც ვახტანგ მე-6-ს გამოუგზავნა ქართული ისინი და ქართული შტამპები ასოების და გააკეთებინა სტამბა და დააბეჭდინა პირველი ვეფხის ტყაოსანი, აი ნახეთ რამხელა და ნუ თავისთავად ლეონარდო და ვინჩი დავარქვი აღორძინების ჩვენი თქო აღორძინების მსგავსად ჩვენი ესეთი წმინდანი და ამ კაცის ეს იდეა რომ მომივიდა და რომ ვფიქრობდი რომ აი ახალგაზრდებს გავაგებინოთ ვინ იყო ეს ადამიანი და როცა ეს განხორციელდა ეხლა რასაკვირველია გიორგის დახმარებით ქალბატონ თამარის ძალიან დიდი წვლილია ჩვენი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის რომელიც გვეხმარებოდა რომ იქედან საეკლესიო პირებს რაღაც ჩაესწორებინათ აქედან და რასაკვირველია ბასა ჯანიკაშვილის არაჩვეულებრივი პიესა რომელიც უკვე ქართულადაც გვაქვს და ოთარ ფეიქრიშვილმა რუმინულადაც თარგმნა და როცა შევედი აი ამ ტაძარში აი ხაც ცრემლები მერე ვარ ანუ საოცრება იყო რომ იწყება ამ ჩანაფიქრის განხორციელება და როდესაც ჩვენ მივედით იმ რუმინეთის უნივერსიტეტთან სადაც გვინდა რომ ერთობლივი სპექტაკლი რუმინულ ქართული სტუდენტური ერთობლივი სპექტაკლი შედგეს და როგორც მიიღეს გიორგი იქა უკვე მივხვდი რომ აბა ესენი უკვე მეგობრობენ გიორგისთან თურმე უკვე ნამყოფები იყვენ თბილისში და რაღაცა მე მგონი რომ გამოვა ეს ყველაფერი წინა გვაქვს ეს ერთობლივი სპექტაკლი და წარმატების გაშუქებისას ჩვენ რა თქმა უნდა აქ ვიქნებით და ყველაფერს გავაშუქებთ ძალიან დიდი მადლობა